ეთერი ლობჯანიძე 7 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სიმღერა, მუსიკა, ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. 3 წელი დავდიოდი ბასტებობაში და იქ შემიყვარდა სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა ცისარტყელები. ცისარტყელები, ათასფერები, იწილო, იწილო. ბასტებობაში მქონდა 4 კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა მეორე კონცერტი. იმიტომ რომ ლამაზი სიმღერა დავთქვით და კარგად ვიმღერეთ. ყველას ძალიან მოეწონა და ჩემო ძმამ მაჩუქა ყვავილები. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. იმიტომ რომ ისიც ჩემსავით ლამაზია და საყვარელი. ძალიან დამწყდა გული ბასტებობიდან რომ გამოვედი. მაგრამ დიდი გავიზარდე და სხვანაირად აღარ გამოდიოდა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მეგობრები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანია მათე ბაქანიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ დუმბაძე. ყველაზე ბედნიერია მარიამ კუნცელიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და ნიჭიერი. მე ვიპრანჭები ასე ვდგები სარკესთან პომადაზე ვისვამ და თმას ვივარცხ. დედა მიშლის თორემ მინდა თვალების შეღებვაც. ზოგჯერ ჩუმად ვიცმევ დედიკოს მაღალ ქუსლიანებს. ზოგჯერ ვიპრანჭები დედიკოსთან ერთად და მივდივარ სტუმრად. ყველაზე მეტად მიყვარს მაღალი ხაზი ნათლიასთან სტუმრობა. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაია დვალი. იმიტომ რომ თბილია, კარგად ხსნის გაკვეთილებს და ბავშვები უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დაწყებითების მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პრინცესა ელზა. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელია ვცეკვავ ხიხანში. ცეკვაში ყველაზე რთულია ტრენაჟი. ყველაზე მარტივია მასწავლი ინგლისის განმეორება. მქონდა 3 კონცერტი, ერთხელ ბათუმში და 2-ჯერ ანტალიაში. მე მინდა ჩემი შემდეგი კონცერტი მქონდეს თბილისში. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. საყვარელი ელეთია ეს. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვო 10 წელი. ახლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ რომ უფრო ჭკვიანი ვიქნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და და. კიდე მინდა მყავდეს 1 და და 1 ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია ვალერი. ის არის ნიჭიერი ცელქი და ნერვების მომშრელი. ნერვებს მაშინ მიშლის, როცა არ ბუჯერებ. ჩემი აზრით ვალერი რომ გაიზრდება გამოვა ჯარისკაცი. ჩემი დაიკო არის 3 წლის და ქვია მარიამი. მარიამი არის პრანჭია, მხიარული და ჭკვიანი. მარიამი ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური, უშიშარი და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის მზუნველი, საყვარელი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიურე. ისე ჩემი საყვარელი საჭამელია შემწვარი კვერცხი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. საყვარელი მულტფილმია მაშა და დათვი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს მე ჩემ ძმას და დას გამოვაჭკვიანებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტყვა ასეთი შეკითხვა. ეთერი რომ არ მერკვას რა მერკვეოდა. მე ეთერი დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მით უმეტეს რომ ბებია ჩემის სახელია. მაგრამ ეთერი რომ არ მერკვას ალბათ მერკვეოდა ანა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად ჩემი ოცნების საჩუქარია ტელეფონი საათი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემმა მეგობარმა მასწავლა. ყველაზე ხშირად ვხატავ ჩემს სოფელს, მთებს
და ზღვაში რომ ჩადის მზე. ჩემი საყვარელი ფერებია იისფერი და ვარდისფერი. არ მიყვარს ლურჯი და შავი, იმიტომ რომ ისი არის ბიჭების ფერი. ბიჭების ფერი იმიტომ მგონია რომ მუქია. ბედნიერება არის ჩემდასთან რომ ვარ ძმასთან, დედიკოსთან და მამიკოსთან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.